სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. დღეს პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. საქმე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილის მიერ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კირცხალიას მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილიანის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოკვლევა დაიწყო. მოსამართლემ ნოდარ რაქვიაშვილი სამართალ დამღოვად ცნო და მას 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ირაკლი კირცხალიას სოციალურ ქსელ Facebook-ში განთავსებული ერთ-ერთი პოსტის ქვეშ, ვინაიდან აღნიშნული პოსტი გახდეთ საჯარო და აგრეთვე ასახავდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-მე პრიმა მუხით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში მოძიებული იქნა ერთი მტკიცებულება და შესაბამისად განსჯავადობის წესების დაცვით გადაიგზავნა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. როგორც მოგეხსენებათ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალ დამღოვად და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობა.